ბევრმა თქვენგანმა შესაძლოა საერთოდ არ იცოდეთ, ვინ არიან ეს არსებები, რომლებსაც ახლა ხედავთ. ისინი მიკროსკოპულები არიან, თვალით უხილავი და თითქოს უწყინარებიც კი ჩანა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მავნებელს ვერ ვამჩნევთ, მათი ხელწერა ყველა ფერმერისთვის ნაცნობია. დადიდებული, არაბუნებრივად გაბერილი და დეფორმირებული ფხილის კვირტები, რომლებიც არ იშლება, შემდეგ ხმება, სწორედ მათი ნახილავია. ეს ფხილის კვირტის ტიპაა, რომელიც თქვენს მოსავალს ჩუმად და თვალით უხილავად ანადგურებს. ამ პატარა მავნებლის ზომა სულ რაღაც 0.2 მმ-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვერასდროს დავინახავთ, თუმცა მისი ძალა რიცხვებშია. კვირტის შიგნით კვებისას ტკიპა წარმოქმნის სპეციფიურ ფერმენტს, რომელიც მცენარეს აიძულებს წარმოქმნას გალები. სწორედ ეს გალებია ის სივრცე, სადაც ათასობით ტკიპა სახლდება, იკვებება და მრავლდება. მავნებლის სასიცოცხლო ციკლი ნამდვილი სტრატეგიული თამაშია. ისინი მთელ ზამთარს ძველ დაიმცირებულ კვირტებში ატარებენ. ასეთ ერთ კვირტში შესაძლოა 3000-მდე ინდივიდი იმალებოდეს. მათი აქტივობის პიკი კი გაზაფხულზე დგება, როდესაც გარემოს ტემპერატურა 10-12 გრადუსს გადასცილდება. ისინი ტოვებენ ძველ დაზიანებულ კვირტებს და გადადიან ახალზე. სწორედ ეს პერიოდია მათთან ბრძოლის მთავარი იარაღი. როდესაც ისინი კვირტიდან გამოდიან, ამ პერიოდში დაუცველები არიან და სწორედ ამ დროს არის სწავლობა ყველაზე ეფექტური. როგორ მოვიგოთ ეს უხილავი ომი? ეფექტური ბრძოლა სამ მთავარ ნაბიჯს ეფუძნება. პირველი, ეს არის მუდმივი მონიტორინგი. თუ თქვენს ბაღში დაზიანებული კვირტების რაოდენობა 5%-ს აჭარბებს, აუცილებელია ღონისძიებების გატარება. ყველაზე ეფექტურია დაზიანებული კვირტების ადრე გაზაფხულზე მოცილება და მათი ბაღიდან გატანა. ეს პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. მეორე, ეს არის სწორი ქიმიური წამლება. გაზაფხულზე ტკიპების მიგრაციის დროს გამოიყენება აკარიციდი კროშე, რომლის მოქმედი ნივთიერებაც არის ტებუფენპირადი. ის გამოირჩევა ტრანსლამინარული მოქმედებით. მესამე, ეს არის სიზუსტე. ფხილის სწავლობა უნდა ჩატარდეს 2-დან 5 ფოთლის ფაზაში, როდესაც ძველი კვირტები უკვე გახსნილია, ხოლო ახალი კვირტები არაერთჯერ ჩამოყალიბებული და ხდება ტკიპების მიგრაცია. ფხილის კვირტის ტკიპა რთულად დასამარცხებელი მავნებელია, თუმცა სწორი ცოდნითა და დროული რეაგირებით ეს შესაძლებელია. დააკვირდით დეტალებს, დაიცავით ვადები და გახსოვდეთ, რომ ხარისხიანი მოსავალი ყოველთვის ჯანსაღი კვირტით იწყება.